ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის აქტივობის გაზრდას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები გაეცნენ. კანონპროექტი ადგილობრივების მიერ პეტიციების შეძენა, სოფლის კრებების ჩატარებას და ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში მათ ჩართვას გულისხმობს. საკუთარი ხედვა დღეს შეხვედრაზე მესამე სექტორმა წარმოადგინა. თვალისწინებულია მოქალაქეთა მონაწილეობის რამდენიმე ფორმა, მათ შორის პეტიციის წარდგენა, მათ შორის სოფლის კრებების ჩატარება, მათ შორის სამოქალაქო მრჩეველი საბჭოები, ინფორმაციის საჯაროების საკითხები, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეს უფრო აქტიურად ჩაერთვა, მათ შორის საბიუჯეტო პროცესში, როდესაც კონკრეტულ სოფელთან მიმართებაში ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმა, ბიუჯეტის დაგეგმა თუ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. არაფორმალურად ან რაღაცა სხვა ფორმებით, რომლებიც დღევანდელ კანონმდებლობაში ესე ვთქვათ, ასახული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება უკვე ასეთი ნაბიჯები გადადგმულია მთელ რეგ მუნიციპალიტეტებში, ზოგიერთ დასახლებაში. ეს გამოცდილებაც კარგი გამოცდილება იმისთვის, რომ მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ეფექტურად იმუშავებს. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, აქ არის ძალიან რთული პროცედურები, რომელიც უნდა გაიაროს ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ ეს თვითორგანიზების ფორმა დაამკვიდროს სოფლის დონეზე და ქალაქის დონეზე. კარგს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ ჩდება ინფორმაციის თავისუფლების ნაწილი.